როდესაც პატარებს დავაძინებდი, დილის 3-4 საათამდე მე მენტორობდი ადამიანებს ლეპტოპით, საწოლიდან ბევრჯერ, როცა ბავშვს ეძინა, ჩემ ოცნებას ასე ვაშენებდი. სად მთავრდება მენტორის პასუხისმგებლობა და სად იწყება თვითონ კანდიდატის პასუხისმგებლობა? მენტორის პასუხისმგებლობაა თვითგამორკვევა პროფესიული. ადამიანში უნდა ამოიცნო და წინ ამოაწევინო ის ძლიერი მხარეები, რაც ბაზრისთვის და მისთვის ღირებულია. და შემდეგ ხდება ამის დოკუმენტზე გადატანა. რა იქნება შენგან რჩევა პირველი ნაბიჯი, საიდან დაიწყონ და რა უნდა გააკეთონ ამ ბრენდის ასაშენებლად? ერთი კონკრეტული ნიშა, ვინ ხარ? და როგორ უნდა დაგიმახსოვრა. რის სპეციალისტი ხარ, რა პრობლემას აგვარებ. დღეს ადამიანებს სამსახურის პოვნა და გასაუბრება ძალიან ისეთ მარტივი პროცესი გონიათ. მომზადებული უნდა იყოს ადამიანი, რას გულისხმობ, უნდა იცოდეს სად მიდის. როდესაც უკვე იცი კომპანიის ღირებულება და პოზიცია, შეგიძლია აბსოლუტურად დააჯდეს სახში დამოუკიდებლად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ისე მოემზადო, რომ გამოირჩეოდე და უკვე იმაზე ბევრად წინ იყო იმათ კანდიდატში, ვინც გასაუბრებაზეა, ვიდრე ვინც არ მოემზადა. შენ უნდა წარმოაჩინო შენ და მიყიდო შენი უნარები ადამიანს. ჩვენზე ადამიანები არ ფიქრობენ იმდენს, რამდენიც ჩვენ გონია. ამიტომ ყოველდღიურად თუ არ შეახსენე შენ სამყაროს და ადამიანებს თავი ვინ ხარ და რა შეგიძლია, გამორიცხულია, რომ ნდობა შექმნა და შენი სახელი დაიმკვიდრო შენიმე პროფესიაში. თვეების განმავლობაში რეზიუმეს უშედეგოდ გზავნი 1000-ობით და 100-ობით დამსაქმებელთან და გამოხმაურება არ გაქვს. შეიძლება მაღალი ან საშუალო რგოლის მენეჯერი ხარ, შენი საქმის პროფესიონალი, მაგრამ გასაუბრებაზე მიაღწიე და გეუბნებიან, რომ სამწუხაროდ ზეკვალიფიციური ხარ. ან ძალიან მოეწონე, მაგრამ რჩეულთა სამეულში მაინც ვერ მოხვდი. შესაძლოა შენი რეზიუმე ვერც კი აღწევს რეკრუტერამდე. ეს არის პოდკასტი დროის ხმაური, მე ვარ მისი ავტორი და წამყვანი ეკა ნოზაძე. დღეს ამ ძალიან საინტერესო დასაქმების და გაუმჯობესების თემაზე ვისაუბრებ, ჩემი სტუმარია სალომე სულაბერიძე, კარიერის მენტორი და უკვე კარიერული სააგენტო კარიერას დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯობა სალომე. გამარჯობა, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მით უმეტეს რომ პატარა ყავს ახლა ხანს შეგეძინა, ორივე შულს ჯანმრთელობას და ბედნიერებას წარმატებას უსურვებ. მაინტერესებს დრამატულად მოკლე დროში შენი პირადი ბრენდი შექმენი და ააშენე LinkedIn-ზე. ყოველ შემთხვევაში, საიდანაც მე გაგიცანი. აი ასეთი დაკავებული ხარ და ეს მოკლე დრო გარედან მარტივად ჩანს და გამოიყურება. რეალურად ამის მიღმა რა შრომა ჩატერა გაწიე და რა აქვს საფუძვლად? აი, მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა და ერთი კონკრეტული პასუხი არ მაქვს, სიმართლე გითხრათ. ბევრი იყოს. ხო, აი, რაღაცნაირად შენ საქმეში რო აღმოჩნდები, რომელიც შინაგანად გეუბნება, რომ ყველანაირად შენია და ეს უნარები, მოტივაცია და ჟინი არ გასვენებს, ფიქრობ, რომ ყველაფერი შეგიძლია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვთან, როცა დამხმარეც არ ყავს, გარდა მეუღლისა და ზოგჯერ ბებო, როდესაც ცალია, ისიც დაკავებულია, მე თვითონაც რომ მოვიხედა უკან, მიკვირს რანაირად მოვახერხე და როგორ გადავანაწილე დრო. ეს იყო უამრავი გათნებული ღამის შედეგად. როდესაც პატარებს დავაძინებდი, დილის 3-4 საათამდე მე მენტორობდი ადამიანებს ლეპტოპით, საწოლიდან ბევრჯერ, როცა ბავშვს ეძინა და ჩემ ოცნებას ასე ვაშენებდი. თავიდან თითქოს უშედეგოა, წვალობ, არაფერში არ გიფასდება საერთოდ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ იბრძვი და ყოველდღიურად გადარჩენაზე ხარ, სახლის საქმეებს მიხედო, შენ კარიერაზე იზრუნო თუ ის ოცნება აისრულო, რომელიც გინდა და ერთ დღეს აღმოვაჩენ, რომ ის ჩუმი შრომა, რომელიც გარედან არ ჩანდა, აფეთქდება და შედეგები დიდება. იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ ხედავენ თავის შედეგებს, ვინც პროფესიონალები არიან, მაგრამ ჩუმად არიან. არსად ასე არ ჩანან და მიაჩნიათ, რომ მთავარი ღირსება თავმდაბლობაა.
დღეს შრომის ბაზარი როგორ შეიცვალა და როგორ უნდა ააშენონ მათ პერსონალური ბრენდი ისე, რომ აი ამ ზოგად შრომი ბაზრის ხმაურში მათი როგორც პროფესიონალის ხმა ისმოდეს და დაფასებული იყოს. არა ეს ჩუმად და ვიღაც მაინც დამინახავს და შემამჩნევს, არამედ მართლა ჩანდეს და როგორ გაიტანონ, როგორ მიაწვდინონ ეს ხმა დამსაქმებელს. ხილვადობაზე და პირად ბრენდინგზე ზრუნვა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან რთულია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებაა და უკვე ადამიანი მზად არის იმისთვის, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი ესე საჯაროდ გამოიტანოს და ამ ყველაფერზე ისე ილაპარაკოს, რომ არ შერცხვეს ან არ მოერიდოს, უკვე დრო თავისით ალაგებს ყველაფერს და აუდიტორიაც სწორად მოგძებნის და შესაძლებლობებიც მოდის. ყველაზე კარგი პლატფორმა ამ შემთხვევაში ჩვენ რადგან კორპორატიულ გარემოზე და პროფესიონალებზე გვაქვს საუბარი არის LinkedIn-ი. Facebook-საც შეიძლება, Instagram-ზეც გასაგებია უბრალოდ. აი LinkedIn-ზე უშუალოდ ერთი უნარის გადასაჭრელად შემოდის ადამიანი. ვიღაცას HR-ი სჭირდება, ვიღაცას ფინანსები სჭირდება. ყველა რაღაცას ეძებს. ერთ უნარს ეძებს, რომელშიც შენ უნდა დაამტკიცო, რომ ძალიან ძლიერი და მაგარი ხარ. და ამას სჭირდება სისტემატიზაცია. ყოველდღიურად თუ არა კვირაში 2-3 მაინც გამოჩენა. ადამიანებთან ურთიერთობების დამყარება, ცოდნის გაზიარება, რაც ყველაზე მეტად უჭერთ ადამიანებს. მე რაც ვიცი ის უფასოდ რატო უნდა გავაზიარო. შენ თუ შენი ცოდნა არ აჩვენე და არ გააზიარე, ნდობას ვერ მოიპოვებ. ყველაფერი თუ ჩვენ თვითონ ჩვენში დავიტოვეთ და არ ვიყავით ღია სამყაროს მიმართ და ხალხის მიმართ, წარმოუდგენელია ვიღაცა მოვიდეს და გენდოს. პირველ რიგში აზიარებ ნდობას. მერე შემდეგ უკვე აზიარებ შედეგებს. ამ ხნის განმავლობაში შენ რა გაგიკეთებია და როგორ, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს ადამიანი გააკეთებს, ჯერ საკუთარ თავთან უნდა მორჩეს მორიდებულობას და უნდა აღიაროს, რომ ამ 10 და 15 წლის განმავლობაში, ან 5 წლის განმავლობაში მე რაღაც ღირებული შემიქმნია. ანუ სახელის დარქმევით იწყება. თუ რაში ხარ შენ ძლიერი და როგორ გინდა რომ ადამიანებმა დაგიმახსოვროს. და ეს სისტემატიზაცია, პოსტინგი და ხილვადობა უბრალოდ შენ გეხმარება, რომ შენი პროფესიონალიზმი და უნარები სხვასაც აჩვენო და შესაბამისი ადამიანი, ვისაც შენ სჭირდები, მან მოგაგნოს და დაგიკავშირდეს. ამიტომ ყოველთვის მე როცა პოსტებს წერ ვიღაცისთვის ეს შეიძლება მოსაბეზრებელია, ვინც პირველივე დღიდან მომყვება, მაგრამ ყოველი თითო პოსტი ვიღაცისთვის სიახლეა. ამიტომ ყოველთვის ვიღაც არის, ვინც არ იცის ჩემს შესახებ, ვისაც ვჭირდები. ამიტომ ბოლოში რეგალიას ყოველთვის ურთავ. მე ვარ სალომე სულაბერიძე, კარიერის მენტორი და ახლა უკვე კარიერა ეიჯენსის დამფუძნებელი. იმიტომ რომ ყოველდღიურად ალგორითმი უამრავ ადამიანთან გაგდებს და შენ რომ გონია რომ ორჯერ დადებული პოსტი ვიღაცასთან მივიდა, დღეს უკვე ამახსოვს და არა გამორიცხულია. ჩვენზე ადამიანები არ ფიქრობენ იმდენს, რამდენიც ჩვენ გონია. ამიტომ ყოველდღიურად თუ არ შეახსენე შენ სამყაროს და ადამიანებს თავი ვინ ხარ და რა შეგიძლია, გამორიცხულია რომ ნდობა შექმნა და შენი სახელი დაიმკვიდრო შენიმე პროფესიაში. განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში ნდობის ფაქტორი, ისევე როგორც სოციუმის და ქსელის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. იმიტომ რომ თუ ადამიანს არ ენდობი და თუ მის შესახებ არ იცი და თუ როდესაც დაგჭირდება, შეიძლება მაშინ არ გჭირდება, როდესაც იგივე პოსტი შეხვდება, მაგრამ როდესაც დაგჭირდება პირველი იმ საკითხის დროს ვინ გაგახსენდება, ვისი სახელი და გვარი ამოგიდივდება თავში, ზუსტად ეს არის პირადი ბრენდი. რა ბარიერები უშლით ადამიანებს ხელს, აი როდესაც შენთან უშუალოდ კონსულტაციაზე მოდიან, რატომ არ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ თეორიულად ხო ესმით, ჩვენი პოსტებიდან ხედავენ ამას, რომ საჭიროა გამოჩნდნენ, თავისი ხილვადობა გაზარდონ. რა უშლით ხელს? პირველი ღირებულებას მაინც ვერ იასრებენ ბოლომდე. შორიდან ცოტა უფრო სხვანაირად ჩანს. აი რაღაცა ინფლუენსერი გახდი და რაღაცა ცოტა დაგცინიან ადამიანები და ვერ ხედავენ ამას რატო ვაკეთებ და რისთვის არის საჭირო და რა შედეგებზე გავდივართ საბოლოო ჯამში. ანუ გააზრებული არ აქვთ ამ ყველაფრის ღირებულება და როცა ღირებულებას ვერ იასრებს ადამიანი, იმ საკითხს ივიწყებს და უკვე გეგმასაც აზრი არ აქვს მასთან, იმიტომ რომ ის არ გააკეთებს ამ ყველაფერს. პირველი ის რომ ამ თემაზე არავინ არ საუბრობდა და ინფორმირებულები არ არიან ზე პროფესიონალებიც. მე ვამბობ ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა სანთლით საძებნია და ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ იმას, რომ პირადი ბრენდი საჭიროა იმისთვის, რომ თუნდაც ფინანსურად მენეჯერები, რომლებსაც მაგალითად იგივე შეცვლა უნდათ და გაუმჯობესება უნდათ თავის კარიერაში. და საჯაროდ არ ეძებს სამსახურს, უნდა რომ შესაძლებლობებმა თვითონ იპოვოს, მაგრამ მე ამ აქტიურობის აზრს ვერ ხედავს, იმიტომ რომ გააზრებული არ აქვს რა შეიძლება რომ მოიტანოს. მაგრამ ეს თვითონ თუ დუმს, ჰედჰანტერიც დუმს და ვერც პოტენციური დამსაქმებელი ვერ ხედავს. რატომ უნდა მიმართოს მაინც და მაინც მას
მაგასთან დაკავშირებით პოზიცია მაინტერესებს, ბევრს მაგალითად ეთაკილება კიდევაც, რომ სამსახურის მაძიებლის სტატუსი გაზარდოს თავისი ხილვადობა, ან საერთოდ რომ გაამხილოს ეს სამყაროში, რომ მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ფაქტორი რამდენიმეა მაგაში, როგორ ხედავ ამ საკითხს და როგორ ამუშავებ უშუალოდ მომხმარებელთან? მე ამ კომპლექსის მიზეზიც უკვე გამოვიკვლი ამ ხნის განმავლობაში, საიდან მოდის და ეს ბაზარმა შექმნა თვითონ. იმიტომ რომ headhunter-ებს ხშირად მიაჩნიათ, რომ თუ პროფესიონალი კარგია, ის სამსახურს არ ეძებს და ჯობია მე გადმოვიყვანო კარგ ოფერზე, უკვე აღნიშნული პოზიციიდან, ვიდრე სხვა. ამიტომ შენ თუ კარგად ხარ შენ სამსახურში, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი სპეციალისტი ხარ და ბევრად უფრო მაგარი და სასიამოვნო პროცესია, როდესაც ოფერს შეთავაზებას გაგიკეთებ, თუნდაც LinkedIn-დან ან ტელეფონის ნომერს გავიგებ და გეტყვი, რომ აი ჩვენ კომპანიაში არის უკეთესი პირობები და აი აქეთ გადმოდი. ეს ყველაფერი რაღაცნაირად სოციუმმა მაინც შექმნა და თითქოს სასოწარკვეთილებასთან ასოცირდება open to jobs სტატუსები და ზოგადად ეს ნიშა, როცა მაძიებელი ხარ. ამ დროს ყველაფერს ეძებს და ისიც კი ვინც კარგად არის თავის პოსტზე, ისიც მაძიებელია, ოღონდ ამ ყველაფერს ჩუმად აკეთებენ და რა თქმა უნდა, რატომაც არა გაუმჯობესება ყველას უნდა, უბრალოდ ხო, ან შესაძლოა ის ფაქტორიც იყოს, რომ მიმდინარე დამსაქმებელმა ან იქ HR-მა არ ნახოს, რომ სხვაგან მაინც დაინტერესებული. რა თქმა უნდა, კი. მე კონფლიქტები ექნებათ უკვე კომპანიაში, რადგან ძალიან ხშირად ყოფილა უნებლიეთ მოვიდა და დაეწერა open to work სტატუსი LinkedIn-ზე, ეს ნახა მენეჯერმა, შემდეგ უკვე არასასიამოვნო საუბარი შედგა და უკვე ადამიანს არც იქ აღარ გაეჩერება და ალტერნატივაც აღარ აქვს ხოლმე რომ სამსახური მოიციოს. ამიტომ მე მაინც ყველას ვურჩევ, რომ მაღალი რგოლის მენეჯერებს განსაკუთრებით ბაზარი არ გვაძლევს იმის მიმხებლობას, რომ ჩვენ სიახლეების მიმართ ვიყოთ გახსნილები და მაინც ჩუმად და სტრატეგიულად ხდება როგორც კანდიდატის მოძიება მაღალი რგოლის, ასევე სამსახურის მოძიება მაღალი რგოლიდან. ეს რეალობამდე სიტუაცია მოიტანა ესე. და სხვა გამოსავალი ამ წუთას გარდა ადაპტაციისა არ გაგვაჩნია. იმიტომ რომ თუ ამ ყველაფერს ცოტა რევოლუციონარულად შეხედავთ და რაღაცა რებელ ადამიანი ხარ და გინდა რომ რაღაც განსხვავებულად გააკეთო, შენ დაზარალდები. იმიტომ რომ ბაზარი მაინც უფრო დიდია, უკვე გამჯდარი არის მენტალიტეტში ასეთი მიდგომა და ძალიან გაგეწელება სამსახურის მოძიების პროცესი და დღეს ურთულესია თვეები, უხელფასოთ იყოს ადამიანი რა პოზიციაზეც არ უნდა მუშაობდეს, წარმოუდგენელი. ამიტომ ადამიანი ადაპტირდება ზუსტად იმაზე, რა მოცემულობაც არის. და ეგ ძალიან საინტერესოა, რომ პოულობს ზუსტად ის, ვინც ხმაურობს და აუცილებელი არ არის, რომ ის საუკეთესო აღმოჩნდეს. კი. და შესაბამისად ამ ხმაურით და ამ ხმამაღალი საუბრით ზუსტად იქ მიდის და იმ ადამიანის ადგილსაც იკავებს, ვისაც შეიძლება გამოცდილება გაცილებით მეტი აქვს, უფრო პროფესიონალია და მე უკვირთ, რომ მე რატომ არ აღმოვჩნდი იქ, მე რატომ არ აღმოვჩნდი სამეულში. მოდი ასე წავყვეთ მაგ საკითხს. პირველ რიგში რა არის ის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რომლითაც ადამიანები არასწორად პოზიციონირებენ, თუნდაც თავისი რეზიუმედან ან პროფილიდან. უძველი მეთოდები, რომელიც 10 წლის წინ, 15 წლის წინ, როგორც შექმნეს რეზიუმე და LinkedIn-ი ზუსტად ისეთია. ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, მეც კი ყოველდღიურად ვითარდები ამ სფეროში, რომ არ მინდა ჩამორჩე ხო ტენდენციებს, თორე სხვა შემთხვევაში უკვე საქმე გაბუჭდება და ვეღარ დავეწევით. რეზიუმე არის ქრონოლოგიური. კომერციულ დირექტორს რო ეძებ 1998 წელს ადუმუშავია და განსხვავებული პოზიციები, აი პოზიციონირებას ვერ მიხვდები. განსაკუთრებით საინტერესოა ამ საქმეებისთვის ბოლო 10 წელიწადი რა კარიერული მიღწევები გაქვს და რა პოზიციებზე გაქვს ხო ნამუშევარი. დღეს უსასრულო ისტორია, როგორც ადრე იყო საბჭოთა კავშირში, ერთი მძიმე წერტილი არ უნდა სკოლა როდის დაამთავრა ამ საქმეებს დღეს ეს არ აინტერესებს და პირველი სამსახური რა იყო, სადაც იმას არ აკეთებდი რასაც ბოლო 10 წელი აკეთებ მაგალითად. თან მით უმეტეს თუ თანხwebdriver-ში არ არის პოზიციები, აბსოლუტურად უნდა გაცხრილო ყველაფერი და უნდა ჩამოყალიბდე რას ეძებ. პირველი რასაც ადამიანი საკუთარ თავს არ უსვამს დღეს ნებისმიერი დონის სპეციალისტი, ვინ ვარ მე და სად მინდა რომ მივიდე.
აი ფოკუსირება აკლია ზუსტად პროფილს. ძალიან. და რეზიუმეს შესაბამისად. პირველ რიგში საკუთარ თავზე გვაკლია ფოკუსირება. ჩვენ მე ხო კარიერულ კონსულტაციებით ვეხმარები ადამიანებს და პირველი ამ ფოკუსირებაში ვეხმარები, რომ აი მომდის ერთი 5 გვერდიანი რეზიუმე და მინდა კარგი ხელფასი. ოკეი, ძალიან ზოგადი თემაა. სად გინდა, რატო გინდა, რა იცი, რამდენი წელი ამ სფეროში ხარ და მოკლედ მიდის ყველანაირი მოწევა ზემოთ იმუნარების და ისტორიის რაც აქვს. ამ კითხვებს რო ვუსვამ, უკვე სულ სხვანაირად უყურებენ თავიანთ კარიერულ გზას. ამაზე აქამდე არ მიფიქრია, ვაუ, რა მაგარია. მერე უკვე თუ ამას დოკუმენტზე დაინახავენ და უფრო მატერიალისტება, მათი ეს გამოცდილება გაყიდვების ხელმძღვანელი 10-ზე მეტი წლიანი გამოცდილებით, სამშენებლო მიმართულებით, რომელმაც 70%-ით გაზარდა ბოლო 2 წელიწადში გაყიდვები და გაყიდა 300-მდე ბინა. აი ამ ფორმულირებას რო დავანახებ, უკვე ის ავტომატურად ფრთებგაშლილია და იმ დღეს ვეგონია, რომ всё დამთავრდა. კომპანიები აი მანდ დამთავრდა, უკვე ყველა დაურეკავს. კი, და ასეც ხდება. გულწრფელად ვიცახი. მაგრამ ამ ყველაფრის ეს როცა საუბრობ ძალიან მარტივად ადამიანები ვერ იჯერებენ. ანუ პირველი არის ფოკუსირება იმ კონკრეტულ საკითხზე და უნარებზე, რაც ადამიანს უნდა შეუძლია კარგად გამოსდის. მეორე არის იმისი ხაზგასმა, თუ რა შედეგი მოუტანა მისმა საქმიანობამ, რა ღირებულება შექმნა ამ ადამიანმა კომპანიისთვის და მესამე არის სწორად სამსახურის ძიება. всё, შენ უკვე იცი რა გინდა, უკვე გაქვს ინსტრუმენტები ხელში და ახლა იწყება ყველაზე რთული გზა. ვაკანსიების მოძიება. მაღალ რგოლზე ვაკანსიები ძალიან იშვიათად იდება და ვიცით რატომაც. გასაგებია, კი. საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ბევრად უფრო ადვილია დღეს სამსახურის პოვნა, ვიდრე დამწყებისთვის და მაღალი რგოლისთვის. რა თქმა უნდა. JobsG-ზე შეხვალ, LinkedIn-ზე შეხვალ, HR-ები, რეკრუტერები დებენ არაჩვეულებრივი საშუალო რგოლის middle level-ის ვაკანსიები ნებისმიერ სფეროში. განსაკუთრებით არის ინდუსტრიები, რომელიც აქტუალურია და ყოველთვის ვეუბნები ადამიანს, თუ გინდა ხელფასის ზრდა, ფოკუსი აქეთ წარმართე. იქ რო ადრე რაღაცა საწარმოში მუშაობდი და იმაში მუშაობდი, ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. IT ინდუსტრიის გამოცდილება, financial technology, საბანკო გამოცდილება, payment-ები, გადახდები, კრიპტო, გეიმინგი, სამშენებლო სექტორი არის კონკრეტული ინდუსტრია, სადაც უნდა წახვიდე. თუ გინდა, რომ ფინანსურადაც დაგიფასდეს და კარიერული ზრდის შესაძლებლობებიც იყოს. ესეა ბაზარი. ხან ეს ამოიწევა წინ, მე რაღაც უკან გადავა, მე სხვა რაღაც წამოვა და ტრენდები როგორც წესი. ამიტომ როდესაც კონსულტაციას ვიწყებთ ფოკუსთან ერთად ინდუსტრიებზეც მაქვს აქცენტი. ამაზეც არ ფიქრობს არავინ. აი იურისტი რო ხარ, ძლიერი იურისტი, გადასარევი და 10 წელი ერთ კომპანიაში მუშაობ, შეიძლება მარტო იმიტომ დაიბლოკო, რომ ვაკანსია ითხოვს კონკრეტულად სხვა სფეროში გამოცდილებას და ის რომ შენ იურისტი ხარ, საკმარისი არის. და პრიორიტეტი იმას მიანიჭება და არა უბრალოდ იმას, რომ პროფესიით იურისტი ხარ და მანდ გაქვს ეს არის ძალიან დიდი გამოცდილებები, რასაც ადამიანებს ვასწავლი და უზიარებ. გული ნუ მოგივა თუ არ მოვა უკავშირი მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფოკუსი გაქვს, კარგი რეზიუმე გაქვს, კარგი LinkedIn, ვაკანსიებს დააკვირდი. აუცილებელია ამ სფეროში გამოცდილება რო წერია, 90% აღარ დაგიკავშირდება თუ შენც იგივე ინდუსტრიიდან არ ხარ. რა თქმა უნდა. და საერთოდ არ აინტერესებს იგივე წლების გამოცდილება, იგივე პოზიცია. სხვაგანს კი. ეს ნიუანსები არ არის ცნობილი. რომელსაც თავისთავად ყურადღებას კანდიდატები ასე არ აქცევენ და ამ დროს არ უთმობენ აი ესეთ ნიუანსებში ჩასვლას. ისევე როგორც აი ამ თანამედროვეობამ მოიტანა ტექნოლოგიურმა პროგრესმა რიგი სხვა შეფერხებები, მაგალითად ის, რომ რეზიუმე საერთოდ ვერ გადის იმ პირველად ფილტრს, იმიტომ რომ ერთი ეს სისტემა ვერ ხედავს, საკვანძო სიტყვა იქნება თუ შრიფტი იქნება თუ კიდევ რა შეიძლება იყოს, რაზეც ვერ გადის, იმიტომ რომ Harvard-საც აქვს ამაზე კვლევები ჩატარებული და ჩვენთანაც ახლა ეს პროგრესი უკვე იმდენად აქტიურად არის შემოსული. ხო, აქაც ვფიქრობ, რომ ბევრი კანდიდატი ვერ გადის მაგ ფილტრს. ნახეთ, რა გამოწვევა არის. წეღან ვისაუბრეთ 3 ელემენტზე, ხო, ფოკუსი, მე ამ ფოკუსის რებრენდინგი და სამსახურის ვაკანსიების მოძიება. და მეოთხე ეტაპი არის ფილტრების ცოდნა, თუ როგორ უნდა მოარგო, ისე რომ არ შეცვალო რეალური გამოცდილება და თან გადალახო ფილტრი და თან დაგირეკო. ფილტრი და ალგორითმი.
თავიდან იყო applicant tracking system ესეთი. მე ჩააშენეს უკვე ხელოვნური ინტელექტი. რამაც უფრო მეტად გაართულა იმ გაგებით, რომ უფრო მეტი keyword-ები უნდა გაიაროს, რომ დაასკანეროს ზუსტად ეს რეზიუმე და ამოვიდეს წინა პლანზე. ბევრი აპლიკაცია scores, ქულებს ანიჭებს რეზიუმეს. აი ეს 70%-ით შეესაბამება ამ ვაკანსიას, ეს 80-ით და რაც უფრო მაღალი ქულა, რეზიუმე უფრო ზემოთ ადის სიაში და რეკრუტერიც უფრო ადვილად ამჩნევს. შეიძლება ქვედაც წაიკითხოს ნაკლებად შესაბამისი, მაგრამ რა თქმა უნდა პრიორიტეტს უფრო მეტად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეკრუტერის დროც ძალიან ძვირადღირებული დროა მის ნერვებთან ერთად. ძალიან და ეხლა ეს სამი ეტაპი რო რთულია და უკვე ამდენ რაღაცას ადამიანი თავისით დამოუკიდებლად ვერ აკეთებს. წარმოიდგინე ამ ერაში, სადაც ბოლო რამოდენიმე წელია ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა, ადამიანებმა გააზრებაც ვერ მოასწრეს, ჯერ იმდენად სიახლეა, ძალიან დიდი პროცენტულობისთვის თან. მარტო ChatGPT ვიცი არ არის ხელოვნური ინტელექტის სწავლა, ხო? და რეზიუმეს ChatGPT-ს დავაწერინებ და იდეალური იქნება, ესეც მითია. აი ზუსტად. ყველაფერს უნდა ცოდნა. იურისტი, რომელმაც ChatGPT იცის, იმან სპეციფიკურად უნდა გაიაროს კურსები და უნდა გამოიყენოს პროფესიულად. კარიერის მენტორმა პროფესიულად უნდა შეძლოს ამის გამოყენება. მე თვითონ 6 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი ცოდნა ხელოვნური ინტელექტთან ერთად ისე გადამემუშავებინა, რომ დღეს უკვე ის, რასაც სადრეს 3 საათი ვაკეთებდი, 9 საათში გავაკეთო. ძალიან დიდი დრო და ყოველდღიური ვარჯიში დამჭირდა და უცებ რომ ადამიანი დააგენერირებინებს რეზიუმეს 2 წუთში და გამიკეთე რეზიუმე მე ესა ვარ, ეს უკვე აღარ ჭრის. არც ფილტრები აღარ ტყუდება, იმიტომ რომ რა ხარუხია იქ keyword-ების და ხვდება რომ ეს რობოტიზირებულია თავისუფლად და ავთენტურობაც კი არ აქვს პროფილს და რეკრუტერიც უყურებს და მიხვდება რომ აი ღირებული კანდიდატი ასეთი რეზიუმეებით არ მოდის და გადადის შემდეგს. მოკლედ ძალიან რთულია ეს job search-ის პროცესი და იმდენად რთულია და იმდენად ბევრი დეტალისგან შედგება. უმეტესობა ადამიანების მხოლოდ იმიტომ რომ ეს გზები არ იცის და არ აქვს საკმარისი ცოდნა, ვერ იწყებს სასურველ სამსახურს. აი ეს იდეალურად შექმნილი ChatGPT-ის მიერ და ნებისმიერი სხვა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი და დახატული რეზიუმეები ზოგჯერ კარიერის მენტორების მიმართაც არის ხოლმე რომ დაუხატავენ წარმოდგენა ესეთი რომ დაუხატავენ ახლა კანდიდატს იდეალურ რეზიუმეს და მოვა კანდიდატი გასაუბრებაზე და ნურას უკაცრავად იმას არ შეესაბამება. მე მინდა კონკრეტულად სალომე სულაბერიძეს გკითხო. რა განასხვავებს ადამიანს, რომელმაც მართლა დახატა თავისი რეზიუმე და რომელიც შენთან იყო და მართლა პროფესიონალ კარიერის მენტორთან იყო, აი იმ დახატული რეზიუმეებისგან, სად მთავრდება მენტორის პასუხისმგებლობა და სად იწყება თვითონ კანდიდატის პასუხისმგებლობა? მენტორის პასუხისმგებლობაა თვითგამორკვევა პროფესიული. ადამიანში უნდა ამოიცნო და წინ ამოაწევინო ის ძლიერი მხარეები, რაც ბაზრისთვის და მისთვის ღირებულია. და შემდეგ ხდება ამის დოკუმენტზე გადატანა. და არა ისე, რომ უბრალოდ მოვიდა რეზიუმე დამიტოვა, მე გადავწერე ლამაზად და გავუშვი. ფაქტობრივად კონსულტაციას ატარებ, რომელშიც ფსიქოლოგიც უნდა იყო, ბაზარიც ძალიან მაგრად უნდა იცოდე, პოზიციებშიც ძალიან გარკვეული უნდა იყო და ამ ადამიანის უნდა გესმოდეს და უნდა ამოიცნო, რომელი მხარიდან წაიყვანო ისე, რომ არ დარჩეს თვითონაც წაგებული და საკუთარი ძლიერი მხარეებით და უნარებით მოერგოს ბაზარს. და შემდეგ უკვე ხდება მისი რეალური ინფორმაციაზე დაყრდნობით და შედეგებზე რეზიუმეს გაკეთება და მერე თუ უკვე ChatGPT-ს დაიხმარო, ოღონდ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც შიგნით არის 100%-ით რეალურია, ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით უნდა ვისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ამიტომ ეს არის განსხვავება, რასაც ვერავინ ვერ ხვდება. აი ალბათ ის 5% ხვდება, ვინც ჩემთან მოდის და ძალიან მიხარია, რომ ჩემთან მხოლოდ და მხოლოდ სელექციური ადამიანები მოდიან და შედეგებიც ამიტომ გვაქვს. და ალბათ ის რეკრუტერები მიხვდებიან, რომლებიც უკვე კანდიდატის პასუხისმგებლობის ნაწილში რაც გადადის, რაც იქ უწერია, ის როგორ გააკეთა და როგორ შეასრულა, ზუსტად იმ გასაუბრების მომენტში ჩანს, ხო? იმიტომ რომ როგორც არ უნდა დაწერო და დახატო ეს ყველაფერი, მის მიღმა ადამიანმა თუ არ იცის რა დგას, ადვილად გამოჩნდება ძალიან. ასე რომ რეკრუტერებსაც ძალიან კარგ საქმეს უკეთებ, რომ მათ შეუძლიათ, რომ 10 და 15 წამში რეზიუმეს რომ დახედავენ, იქედან მართლა ფოკუსირებული და სტრატეგიულად მოწესრიგებული დალაგებული აზრი გამოიტანონ და არა ვარაუდი არ დაიწყონ ნეტა ამ რეზიუმეთი ადამიანს რისი თქმა უნდა და გავიგეთ რომ პროფესიონალია, მაგრამ ჩვენ როგორ გამოვიყენებთ მის პროფესიონალიზმს? მისი დროც
ძალიან იზოგება და საერთაშორისო რეკრუტერებისგან ყოველთვის მიზერებენ მომხმარებლები, რომ კომპლიმენტებს იღებენ ესეთი სტრუქტურიზებული და ზუსტი აქცენტებით გაკეთებული რეზიუმე ჩვენ ძალიან იშვიათად გვინახავს და ზოგადად ქართველებს კომპლიმენტების თქმა გვიჭირს. ამიტომ ქართველი HR-ებისგან ნაკლებად გამიგია რა თქმა უნდა, მაგრამ მოწონებას რო იმსახურებს და უკვე გასაუბრებები რო იმატებს, ამით ვხვდები, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ ბაზარზე და საერთაშორისო დონეზე ხალხი ბევრად უფრო გახსნილია და არ ეთაკილებათ ერთმანეთისთვის კარგი სიტყვების თქმა. ხო, სამყარო ესეა, არავინ არაფერს არ ართმევს რეალურად. ყველაფერი ბევრია და არსებობს. აუცილებელი არ არის რომ ის ვიღაცა სხვას წაგლიჯო. რა თქმა ხო, უნდა. ამაზე არ არის. ისევე როგორც ცოდნის გაზიარება ახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში, ეს თვითონ კომპანიებშიც ძალიან ჭირს, იმიტომ რომ არათუ უფროსი თაობა უმცროს არ უზიარებს ხოლმე საკუთარი ადგილის და პოზიციონირების დაკარგვის შიშით, არამედ თანატოლებსაც კი ხანდახან არ უყვართ ეს გაზიარებად, საკუთარი უპირატესობის მუდმივი მტკიცების რეჟიმში არიან და როგორ ახლა ვიღაცამ სხვა მიცოდეს კიდე ის რაც ჩემი მიგნება და ამ დროს გუნდურ მუშაობას ეს ძალიან აზარალებს. ძალიან ყველაფერს კონკურენტად აღვიქვამთ ჩვენ ბაზარზე. და პროფესიულად მეც შემხვედრი ადამიანები, რომლებმაც 100%-ით ვიცი, რომ გადმომაკოპირეს, მაგრამ არასოდეს ამას არ აღიარებენ და შედეგები ვერ დადეს. მე კი ვაზიარებ ამ ჩემ ცოდნას, როცა მინდა, როგორც მინდა, ვიღაცა იყნებს და ძალიან ბევრს მოუწერია, რომ უფასო გაზიარებითაც კი სამსახური დაუწყია, გაუზრდია ხელფასი, იმიტომ რომ იმ პოსტს გულით კითხულობს და არა ისე, რომ უბრალოდ დაალაიქოს ან რაღაცნაირად დაგაკნინოს და შენზე გაიცინოს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ შენი გაზიარებული ცოდნიდან ძალიან ბევრს იღებენ და ესეთი მადლიერება და ასე ვთქვათ, კეთილშობილება არასდროს არ იკარგება და ისევ შენ საქმეში გიბრუნდება 100%-ით. ამიტომაც ყველას მინდა უთხრა, აი რა სფეროშიც არ უნდა იყო, ცოდნა გაეცით და ასმაგად დაგიბრუნდებათ. არაფერი არ იკარგება. ვერავინ ვერ წაგართმევს იმას, რაც შენია. გამორიცხულია. ნამდვილად, მადლიქენი ქვაზე დადეო ისეა ეს ცოდნის საკითხი. პატარა ბაზარი ვიყოთ, არ არსებობს, გამოგიჩნდება ადამიანი, ვინც დაგაკოპირებს, ვინც შენს იდეას მოიპარავს. აბსოლუტურად ამაში გეთანხმები, მაგრამ მაგასაც ღიმილით შეხვდი. შენ ყოველთვის შენ პრინციპში კარგიც კია, მე ასე მგონია, რომ გაკოპირებენ, ესე იგი მოეწონე და იმიტომ გაკოპირებენ. მაგრამ ამის შიშია, რომ ვიღაცა შენ იდეას წაიღებს და მოდმე ამას არ ვიტყვი. იდეალურად ხომ მაინც ვერ წაიღებს, იმიტომ რომ ყველა თავის რაღაც უნიკალურ და განსხვავებულ ცდებს იმაში. ამიტომ შეიძლება რაღაცა ჩარჩო ფორმატი დააკოპირო ადამიანმა, იმიტომ რომ მოგეწონა, მაგრამ სრულიად პიროვნების იდენტობას ვერ დააკოპირებ. აი ამ იდენტობით მაინტერესებს ვის ემუშავება სალომე კომფორტულად. ვინ არიან მისი ასეთი რჩეული მომხმარებლები, მისი მენტორობის. ვემუშავები მაღალი რგოლის მენეჯერებს უმეტესად. კარგად გრძნობ თავს და მსიამოვნებს მათთან კომუნიკაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გისმენენ, რომლებიც არ დასცინიან სხვებს, არიან რეალიზებულები. და აქვს უბრალოდ პერიოდი გაჭირვების. რეალიზებული ადამიანები მე მგონი საერთოდ არ დასცინიან სხვებს, იმიტომ რომ მათ თავიანთი რეალიზაციის ფაზაში ყველაფერი აქვთ გამოვლილი უკვე და პირიქით ხვის შრომას პატივს ცემენ და აფასებენ. ნამდვილად მე დავტესტე ყველანაირ რგოლის ადამიანთან მუშაობა. აბსოლუტურად. დამწყებთან საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებთან და მე აღმოაჩინე, რომ შინაგანად მე უფრო კარგად გრძნობ თავს მაღალი რგოლის მენეჯერებთან, ვიდრე სხვა სპეციალისტებთან. იმიტომ არა, რომ ვიღაცაზე უკეთესია, უბრალოდ პროფესიული ეთიკა, მოსმენის კულტურა და ზოგადად ეს აურა, რაც სამუშაო პროცესში ჭირდება, როცა კონსულტაციაზე მოდის ადამიანი, ყველაზე მეტად განვითარებული და თუნდაც ემოციური ინტელექტი მაღალი რგოლის მენეჯერებს აქვს. ყველას მინიმუმ დამთავრებული აქვს მასტერი, კოუჩინგი, აი გათვითცნობიერებული და განათლებულები არიან, მარტო დიპლომებით არა, გონება არის ნათელი. იმიტომ რომ ბევრი გზა აქვთ გავლილი, მუდმივად არიან სწავლის პროცესში, არასდროს გონიათ რომ რაღაც იციან და მორჩა და ზუსტად ასეთი ხალხი მოდის. რაც მეტი იცის ადამიანმა, მით მეტად ხდება რამდენი აქვს კიდევ სასწავლი და ამიტომ მოდის ჩემთან და უფრო თავმდაბალია. მაღალი რგოლის მენეჯერი თავმდაბალია და მეუბნება, რომ ესა და ეს ვარ და არ ვიცი რა ხდება ბაზარზე, დახმარება მჭირდება.
რაც უფრო მართლა გახსნილი ადამიანი და გონება ნათელი აქვს, მან იცის, რომ შეუძლებელია ყველაფერი იცოდე და ყველა საქმეში სპეციალისტის დახმარება მისთვისვეა სასიკეთო. ამიტომ ის რომ მოდის უკვე გააზრებულია და მასთან მუშაობა არის უმარტივესი. და დამწყებს და საშუალო რგოლის მენეჯერებს ჯერ coaching სესია უნდა დავუნიშნო, რომ მიხვდეს სად მოვიდა, რატომ მოვიდა და რა სარგებელს მიიღებს. და ამას არ დაჭირდება ერთი და ორი სესია, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცაა დასამუშავებელი პიროვნული თვისებები, რომ მე მიხვდეს რაში იხდის ფულს კარიერის მენტორთან, რომ ეს არ არის უბრალოდ რეზიუმეს აწყობა 200 ლარად სიტყვაზე. და ეს იმდენად რთული სამუშაოა, მე ვეღარ ვგებულობ უკვე coach-ი ვიყო. მანამდე. შენთან გამოვუშვებ მაშინ ჯუნიორებს და მე ვმუშაობ ზუსტად მანამდე, იმიტომ რომ ძალიან მენიშნა, რაც თქვი, რომ მაღალი რგოლის მენეჯერები და პროფესიონალები ჯერ ერთი თავმდაბალი ადამიანები არიან და მეორე მუდმივ ზრდაზე არიან ორიენტირებულები. და ისინი მან უკვე იმიტომ მოხვდნენ, რომ ზუსტად ცნობიერების წყობა ეს ეტაპი უკვე გაიარეს და გადაეწყვენ და დაბალ და საშუალო რგოლს აი ზუსტად ეგ პროცესი ჭირდება, ის ბიძგი, რომელიც საშუალებას მისცემს და გაააზრებინებს, რომ დახმარების თხოვნა შეიძლება და სირცხვილი არ არის, რომ გამოჩენა შეიძლება, რომ საკუთარ საქმეზე საუბარი სწორია, კარგია და უნდა გააკეთო, რომ რაღაც თუ ჯერ არ იცი, ჯერ არ იცი. და ამიტომ ამას ისწავლი და აუცილებლად გამოგივა. და ეს იმდენად საინტერესო პროცესია. აი ახსენე როგორ ხედავენ იგივე მომსახურებაში თანხის გადახდას სხვადასხვა რგოლში მომუშავე ადამიანები და პროფესიონალები, ხო? აი როგორი მე როდესაც HR ანალიტიკას ვასწავლი, გვაქვს უკუგება იგივე ტრენინგებზე ვთქვათ. სალომეში ინვესტიცია რა არის ამ შემთხვევაში? როგორ უნდა დაინახოს ეს ადამიანმა, რომ ეს ზარალი კი არ არის გადახდილი თანხა, რაში ახდენს თავის ცხოვრებაში და კარიერაში, როგორ ახდენს ამის ინვესტირებას, რა გზა ეხსნება? მინიმუმ რამოდენიმე წელიწადი იცის ბაზარზე როგორ უნდა იმოქმედოს. და ეს ბევრად მეტია ვიდრე რეზიუმე. და საშუალო რგოლამდე ადამიანები მიიჩნევენ, რომ იხდიან ფულს უბრალოდ ერთ დოკუმენტში, რომელსაც ChatGPT-ც გააკეთებს და მაღალი რგოლის მენეჯერების უმეტესობა საკუთარ თავში დებს ინვესტიციას და კონსულტაციას იძენს იმისთვის, რომ თვითონ გაიმარტივოს მინიმუმ 4-5 წელი ბაზარზე. და არა მარტო 4-5 წელი რამხელა დროს ზოგავს, თუნდაც მაგით, რომ თვითონ არ აკეთებს ბაზრის მოკვლევას, მზამზარეულ ინფორმაციას იღებს ამ კუთხით. და რეზიუმე ბაზარზე ახლა ყველა პოზიციას განსაკუთრებულად მისადაგებული რეზიუმე ჭირდება. კონსულტირების შემდეგ მაინც უწევთ თავისი რეზიუმეს გადაკეთება და მორგება კონკრეტული პოზიციის შესაბამისობისთვის, ხომ ასია? ამას უკვე დამოუკიდებლად აკეთებენ მერე, ხო? კი, მე ვუზიარებ აბსოლუტურად ყველაფერს. ისინი სწავლობენ ამ პროცესს, რომელსაც დამოუკიდებლადაც მიყვებიან. პირველი პერიოდი მეც მიყვები, პრაქტიკას გავდივართ ერთად, იმიტომ რომ მინდა რომ ზუსტად მივაწოდო ის, რასაც ვეუბნები. რამოდენიმეჯერ უკვე ერთად ვაკეთებთ ამ პროცესს, მოძიებას და ასე შემდეგ და უკვე დანარჩენს მიყვებიან თავისუფლად დამოუკიდებლად. თუ რამოდენიმე პოზიციაზე განიხილავენ საკუთარ კანდიდატურას, მაგ შემთხვევაში მინიმალური ცვლილებები საჭიროა დოკუმენტში, რომ წინ ამოწიოს ვაკანსიის, ასე ვთქვათ, მთავარი მოთხოვნები და უფრო თვალსაჩინო გახდეს HR-ისთვის და რეკრუტერისთვის. იმიტომ რომ ერთი და იგივე პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიას მოთხოვნა და პრიორიტეტი შეიძლება სრულიად განსხვავებული კონდეს და ზუსტად აი ეს ტარგეტირებულად, რომ რეზიუმე ზუსტად იმას ასახავდეს, გაადვილოს ამის დანახვა ამ საქმებლისთვის. ადამიანებს მეჩნიათ, რომ კომერციული დირექტორი და ბიზნეს განვითარების მენეჯერი ერთი და იგივეა. მაინც ბიზნეს ეხები და გაყიდვები ვიცი და არა. უნდა გადააწყო. აბსოლუტურად სხვადასხვა მოთხოვნებია. შეიძლება საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყიდვებამდე მიდის, მაგრამ ფუნქცია მოვალეობები სხვადასხვა ჭირდება როლს. ასე გაყიდვამდე ყველანაირი ბიზნესი გაყიდვამდე მიდის, ახლა საბოლოო შედეგი ყოველთვის ეგ არის. მაგრამ ამასაც ვეუბნები, რომ ესე არის ფიქროთ, ფოკუსი გააკეთეთ. აი რო წერია, რომ მე ვეძებ ძიძას, მე ვარ ძიძა, უნდა ეწეროს რეზიუმეში. მე ვეძებ გაყიდვებს, მე ვარ გაყიდვები. არ გამოიყენოთ სხვადასხვა სიტყვები. სარკისებრი ეფექტია, ზუსტად იმ ტერმინები
ამით უნდა ელაპარაკო დღეს ბაზარს, როგორცაც ითხოვს. სხვა შემთხვევაში ის გამოძიებას და ანალიზს არ დაიწყებს, რომ აბა ამის უკან ვინ იმალება, იმიტომ რომ კონკურენცია არის პირველად ფილტრსაც კი ვერ გადავახავს. თვალის ფილტრსაც ვერ გადიხარ. რეკრუტერებიც არ აკეთებენ ამხელად დასკვნებს და არ აქვთ ამდენი დრო, რომ თითო რეზიუმეზე იმარჩიელოს. ეხლა ეს კომერციას მოიგება, ვარ სად უკეთესი იქნება. კი. და სრულიად მივდივართ ესე სწორ ხაზოვნად და ასე მოდის შედეგიც. დამწყებები რა პრობლემას აწყდებიან, სანამ გამოცდილებას შეიძენენ, აი მოკლედ რო ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენი საუბრის მთავარი თემა არ არის, მაგრამ მაინც რო არ გამოგჩნდეს არიან დამწყებები და კიდევ კარგი მყავს კარიერის კონსულტანტი კოლეგები, რომლებიც მათზე მუშაობენ და მათთან ვამისამართებ ავტომატურად. დამწყებების ყველაზე დიდი იმედგაცრუება არის, რომ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ბაზარი მზად არის იმისთვის, რომ მხოლოდ სერტიფიკატით ან დიპლომით მიიღოს. და ბაზარი გამოცდილების გარეშე. არ არის. ჩვენი ბაზარი მით უმეტეს არ არის ამისთვის მზად, არის ძალიან პატარა. მსხვილი ბრენდები ძალიან ცოტაა ბაზარზე, ვისაც უღირს სტაჟიორის აყვანა და ვისშიც ჩადებს ინვესტიციას, რომ ის გაზარდოს. ყველა მაინც ორიენტირებულია საკუთარ ბიზნესზე, საკუთარ ისეთ კანდიდატებზე, რომელიც აქეთ მოუტანს სარგებელს და სტაჟიორი არის ადამიანი, რომელმაც ჯერ არაფერი არ იცის და იქეთ უნდა ჩადო მასში რესურსი, ხო? სხვათა შორის ეგეც არის ხოლმე, ხო? უკვირს რომ რატომ არ არის თქვათ სტაჟირება ანაზღაურებადი. ანუ უკვე პრინციპში ანაზღაურებადია, მაგრამ მინიმალურად ანაზღაურებადი. ანუ რეალურად მათ უნდა გააცნობიერონ, რომ სტაჟირების დროს თვითონ სწავლობენ. ეს არის სასწავლო პროცესი და ამ სასწავლო პროცესს კომპანიის მხრიდან ძალიან დიდი რესურსი ეხარჯება იმისთვის, რომ თუნდაც გასაგებია, რომ დროებით საქმეს აკეთებენ კომპანიაში, მაგრამ ეს ხარის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იმ კომპანიას კიდევ ჭირდებოდეს. ცოტა მხოლოდ მენტორიც ხომ ჭირდება იმ ადამიანს. იმ მენტორმა თავისი დროც ხომ უნდა გამონახოს ამ ადამიანების ერთი ფუნქცია მომალეობები არ აქვს ისედაც კომპანიაში. ჩვენთან ისეთი სიტუაცია, ცოტა ყველაფერს აკეთებ. პლუს სტაჟიორი და მოიყვანონ დაგისვან გვერდით, იმას უნდა ასწავლო. მით უმეტეს, როდესაც სამომავლო დასაქმების პერსპექტივა იმ კონკრეტულ სტაჟირებას არ მოყვება. ძალიან ცოტა მახსენდება ესეთი კომპანიები და არიან მე ხშირად ვაზიარებ, როგორც კი თვალს მოკრავ, მინდა რომ დამწყებს კონდეს შანსი, მაგრამ იმდენად დიდი მოთხოვნა და მიწოდება დიდი და მოთხოვნა არის სტაჟიორზე ძალიან მცირე. ფიზიკურად ეს ბავშვები იკარგებიან და ეწყებათ თვითგვემა, რისთვის ვისწავლე, რატო ჩავაბარე აქ, რატო. ამიტომ თავიდანვე პროფესიის არჩევის დროსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარიერის კონსულტანტს, რაც ჩემ დროს არ იყო და ინფორმაციაც არ მქონდა ამის შესახებ. ეს ფუფუნება ბოლო წლების განმავლობაში უკვე შემოვიდა. ეს არის ძალიან აქტუალური პროფესია ამერიკაში. დაჟე ევროპაშიც არ არის ამ დონეზე განვითარებული. კი, ამერიკაში უფრო იმიტომ რომ იქ ბაზარით შესაბამისად განსხვავებულია, ძალიან დინამიურია და ამიტომ იქ გახდა ზუსტად ეს საჭიროება. არის, მე დღემდე სწავლის პროცესში ვარ და ვსწავლობ. ავიყვარე ბოსტონიდან მენტორი 20 წლიანი გამოცდილებით, იმიტომ რომ ძალიან მინდა იმაზე მეტი ვიცოდე, ვიდრე ვიცი და ვფიქრობ, არასდროს არ სრულდება შენს პროფესიაში ცოდნის გაღრმავება და განვითარება. და ყველაფერს რაც შემიძლია ვაკეთებ იმისთვის, რომ უკეთესი გავხადო ადამიანების ცხოვრება და ალბათ პირველ რიგში ეს მემანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას და ამიტომ ვაკეთებ. კი. თავარი მანდის არის ღირებულება, რომელსაც ჩვენ თვითონ გძნობ სიყვარული და სიამოვნებით რო აკეთებ და თან რო ხედავ როგორ გიფასდება იგივე იმ ადამიანების წარმატებული ისტორიების მოსმენით, გაზიარებით და როგორც საკუთარი ისეა ეს წარმატებები. არ არსებობს დღე, ყოველ მეორე დღეს მაინც სასიხარულო ინფორმაცია მომდის. ან ძალიან ბევრი გასაუბრებებია, რომელიც მანამდე არ იყო, ან პირდაპირ გაზრდილი ხელფასი. რამოდენიმე დღეს წინ კვიპროსზე გადავიდა ქალი, რომელიც IT პროექტების მენეჯერია, ყავს ძალიან დიდი შვილი და 5800 ევროზე მიდის 100-ზე მეტი პროცენტით გავზარდეთ ხელფასი. რაც საქართველოში შეუძლებელი იყო ხა პროექტების მენეჯერს რაც არ უნდა იყოს, მაინც არავინ არ გადაუხდიდა. ამიტომ ძალიან კარგი кейსები მაქვს და ეს მაძლევს ძალას მიუხედავად იმისა, რომ არ გავჩერდე და ალბათ იმიტომაც დავაარსე სააგენტოც, რადგან ღირებულებას ვხედავ ამ საქმეში და ხო
ღირებულების დანახვის გარეშე ზუსტად ამიტომ არის მე ვფიქრობ, რომ კორპორატიულ კულტურას უნდა შეესაბამებოდეს ის ადამიანი, იქ უნდა ეწერებოდეს. თუ მან ღირებულება ვერ გაიგო კომპანიის და თავისი ადგილი იმ ღირებულებაში და მასრისი შეტანა შეუძლია, მაშინ მალევე კარგავენ ფოკუსს და მუდმივად მოტივაცია ჭირდება და ეს მოტივაცია გარედან მოსული არ არის. შინაგანი ძალაა ეს მოტივაცია, რომელიც გინდა თუ არ გინდა, გეკეთებინება თუ არ გეკეთებინება, ზუსტად იმ დისციპლინაში გამყოფებს მუდმივად, რომ ის ღირებულება იცი რა არის და დღეს გაწვიმდა თოვს, გეცინება თუ არ გეცეკვება, მაინც გაკეთებინებს ის ღირებულება. ღირებულებაა მოტივაცია ჩვენთვის და აი ზუსტად იმ შედეგს მე ხედავ და თვლი რომ აი მართლა ის ყოველი წუთი და წამი იმათ ღირდა ის გათენებული ღამეები ღირდა ძალიან და ცუდი დღეები რამდენჯერ მქონია ხოლმე რომ აი რაღაცნაირად დანებება რო გინდა ყველაფერს გინდა რომ შეეშვა იმიტომ რომ ვიღაცის კომენტარმა შეიძლება გული გადკინა ან არასწორად შეგაფასა საერთოდ ისეთ ადამიანმა რომელიც არც კი გიცნობს და ეს თავიდან ძალიან დიდი სტრესია რა მაგრამ მეორე დღეს რო იხვიცებ და კმაყოფილი მომხმარებელი რო გირეკავს რომელმაც ახალ წელს შვილებთან ერთად კარგად გაატარა დღე იმიტომ რომ სამსახური ვაპოვნინე და ორივე რო ვტირით ხოლმე არის მომენტები ესეთი დეტალები არ გაძლევს დანებების საშუალებას და იმ კრიტიკასაც და რაც სამსაქმეს მოყვება იმიტომ რომ ახალია და მით უმეტეს უკვე ჩაქოლვის ელემენტები ვართ კარიერის კონსულტანტები ყველანაირად გაძლებინებს რა და სწავლობ ბოლოს იმას, რომ არავის აზრს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იცოდეს შენ ვიხარ და რას აკეთებ. და შენი ხალხი ღირებულება რა არის ნამდვილად. ნამდვილად ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და სააგენტოსთან მიმართებაში მინდოდა მეკითხა კიდევ ერთი პლუსი, რაც დავინახე კარიერის მენტორს თუნდაც რატომ უნდა მიმართო ადამიანმა იგივე რეჟუმეს და საკუთარი ფოკუსის სწორების გარდა. ჩვენი საუბრის დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ შრომის ბაზარი შეცვლილია და მაღალ პოზიციებზე ვაკანსიები საერთოდ არ იდება, ხო? ეს იციან ზუსტად იმ ვიწრო წრემ, რომლებიც ერთმანეთში ცვლიან ამ ინფორმაციას. რომ მომიყვე რამდენიმე სიტყვით კარიერას აჯენსის შესახებ. კი, აუცილებლად, როგორც აღნიშნე, მაღალი რგოლის მენეჯერებზე ვმუშაობ და იმდენად უკვე კარგი და არაჩვეულებრივი კანდიდატები დამიგროვდა, რომელიც შესაძლებლობებს ეძებენ, ავტომატურად წამოვიდა მოთხოვნა მათი მხრიდან. რომელზეც არ მიფიქრა, იცი საქმე პროცესში განახებს, სად რა პრობლემაა და რისი გადაჭრა შეგიძლია. და ეს მოიტანა ამ პროცესმა, რომელზეც თავიდან ალბათ არც კი ვიფიქრებდი, ერთ ადამიანს დავეხმარე, შესაძლებლობა ვაპოვნინე იქ, სადაც შეიძლება თვითონ ვერც მისულიყო. მეორეს, მესამეს იმას უთხრა, უკვე ფაქტობრივად მე გამოვედი სააგენტო. და ბოლოს ამ ყველაფერს დავარქვი თავისი სახელი. ეს არის სააგენტო მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომელიც ეხმარება მიაგნონ ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც ესე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. და ასევე ვეხმარები კომპანიებს მიაგნონ ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც საჯაროდ ვერ ამბობენ, რომ სამსახურს ეძებენ. მე მაქვს ჩემი პატარა community სივრცე, სადაც არიან პროფესიონალები გაერთიანებული და ისეთ შესაძლებლობები, რომლებიც არის ბაზარზე და რომლებიც ბევრს არ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ღია იყოს, ვაკავშირებ ერთმანეთს. მე ვარ ხიდი დამსაქმებელსა და მაღალი რგოლის მენეჯერს შორის. და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებ და იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც ეს ძალიან ღირებულია, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ ეს დამაკავშირებელი ხიდი არის მართლა ეს ხიდი ყველაფერში ესეთია აბსოლუტურად. მეც იგივეს ვაკეთებ პრაქტიკულად, თუნდაც სხვა მიმართულებით. ის რომ დამსაქმებელმა სწორი კანდიდატი იპოვოს, ეს იმხელა საქმეა იმ კანდიდატისთვისაც და იმ კომპანიისთვისაც, რომ რა ვიცი, მაგაზე კარგი რა შეიძლება იყოს. საკუთრებით გადაწყვეტილების მიღების პირი რომ გჭირდება კომპანიაში, ეს არის, არ ვიცი, უმარტივესი გზა და ყველანაირი რესურსის ფინანსების დაზოგვა და ორივე მხარე ესე ერწყმის ხოლმე და ძალიან ბედნიერია. ორივე მხარე კმაყოფილი და ბედნიერია. მე ფიდბექებს ვაგროვებ, აბა რა ხდებოდა იმ კომპანიაში, როგორი სიტუაცია იყო და ჯერჯერობით ყველა ძალიან პოზიტიურად არის გაწყობილი. რაღაცები არის, რასაც ვერ გავაკონტროლებთ, რა თქმა უნდა, იდეალური არც ერთი კომპანია და კანდიდატი არ არის, მაგრამ უკვე რომ თავარს უადვილებ ადამიანს ორივე მხრიდან, მე ვფიქრობ ძალიან კარგია და გავხდი ის, ვისაც მე მეწევდი ერთ დროს. და ეს ალბათ დასალური ბიზნეს მოდელია.
ევროპაში იქ გავიზარდე, შენ კი იცი ჩემი ისტორია და არის ძალიან ბევრი სააგენტო არის, მიდის კანდიდატი, კონსულტაციას გადის, რეზიუმეს ტოვებს, გაუმჯობესება ხდება ადგილზე ყველაფრის, რასაც მე ვაკეთებ და დაკავშირება ხდება ამ საქმებელთან. ხო არსებობს headhunter-ი, რომელიც უშუალოდ კომპანიაზე მუშაობს. მე ვარ სააგენტო, რომელიც უშუალოდ ადამიანებზე მუშაობს. და ვფიქრობ, რომ ბაზრისთვის ეს არის ძალიან კარგი სიახლე და სადაც მოთხოვნა არის, იქ უნდა გააკეთო საქმე და მორჩა. არ არსებობს არავითარი, მაგრამ იმიტომ რომ ხედავ შენ პრობლემას და ამის გადაჭრა შეგიძლია. კი, ზუსტად ეგ არის და ალბათ ყველა იმას ვაკეთებ ზუსტად, რაც თავის დროზე ჩვენ თვითონ გვინდოდა და გვჭირდებოდა და გვინდოდა რომ ესე ყოფილიყო, ან ვიღაცას ჩვენთვის ეთქვა, ესწავლებინა, დაენახვებინა, ხელი შეეწყო, აი ამ დეფიციტის შევსება და აი ამ გეფის ამოვსება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც რეზიუმეს მიღმა, ზოგადად კარიერის მიღმა, სადღაც არიან გაურკვევლობაში და არც კი იციან, რომ იგივე პოტენციური დამსაქმებელი მათ სკრინავს, უყურებს, ათვალიერებს, როგორი უნდა იყოს მათი გამოხატვა ზოგადად მედია სივრცეში. აი უფრო ზუსტად რომ მკითხო, როგორი არ უნდა იყოს. აი წითელი დროშები სალომესთვის რა არის? აი აქტი, გამოხატვის ფორმა. ყველაფრის თქმა შეგიძლია გააჩნია როგორი ტონალობით ამბობ ამ ყველაფერს. თუნდაც ის ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც ქართველებს უგონია, რომ ლანძღვით უნდა შემოიფარგლებოდეს. ყველაფერს აკვირდება. იმ კომენტარსაც რომ წერ სოციალურ ქსელში, აბსოლუტურად ისიც შენი ბრენდის ნაწილია და დამსაქმებელი მაგასაც უყურებს. ამიტომ ყოველას ვეუბნები, ისეთი იყავი, როგორიც შენ გინდა რომ გაგესაუბროს ადამიანი, დაგიწეროს კომენტარი, პირადში მოგწეროს, ისეთი ტონი გქონდეს კომუნიკაციის, როგორცაც შენი სურვებდი. სხვანაირად აზრს კარგავთ. გასაგები ავთენტურობა აუცილებელია. მე არ ვიცახი, რომ ხელოვნური უნდა იყოს, მაგრამ ტაქტი და პროფესიული ეთიკა შევინარჩუნოთ. თუ რაღაც არ მოგწონს, გაატარე. არ არის აუცილებელი ყველაფერზე დაკომენტარება და ყველა საკითხში ჩახედული იყოს. ეს ხო შეუძლებელია. რაღაცა ტრენდია, რომ გესმის არ გესმის თემა, ყველგან კომენტარს წერს ერთ და იგივე ადამიანი, რომელიც საერთოდ აცდენილია იმ პროფესიას და აზრი არ მოეკითხება. ზოგჯერ ბევრად მაგარი ხარ, როდესაც სიჩუმეს ინარჩუნებ, ვიდრე აზრს გამოთქვამ. მხოლოდ იმ საკითხებზე გააკეთე აქცენტი, სადაც ღირებულების გაცემა შეგიძლია და ვიღაცას რაღაცას ახალს მისცემ და ასწავლი. შევწყვეტოთ ზედმეტი ნეგატივი, ერთმანეთის დამცირება, ლანძღვა, კრიტიკა. ამაზე დრო, როდესაც იხარჯება, შესაძლებლობები აღარ მოდის. შენ უკვე ისე იქმნი აუდიტორიას და გარემოს, რომ ავტომატურად ისეთ ადამიანებს იკრებ, რომლებიც 24 საათი წუწუნში და ნეგატივში არიან და შენ თუ გინდა კარგი ცხოვრება, შესაძლებლობა, მაღალი რგოლის პოზიციები, კარგი ფინანსები, ფოკუსი გააკეთე ღირებულებაზე. დააკომენტარე იქ, სადაც რამე ახალის თქმა შეგიძლია, რაიმე კომპლიმენტი თქვი, მხარი დაუჭირე, ის ვაიბები და ის ინფორმაცია გაეცი, რაც სასარგებლოა და სხვა დანარჩენი არის დროის კარგვა. დღეს ვერავის ჭუას ვერავინ ვერ ასწავლის. ყველა მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ჯობია რომ ეს ენერგიები ჩვენივე სასარგებლო პოზიტიურად გამოვიყენოთ, კი. სწორედ ასე იქნება. ნეგატივის ნაცვლად. კი. თუმცა იგივე LinkedIn-ზე ნეგატიურ კომენტარებს და ტოქსიურობას ისეთი რეზონანსი მოყვება ხოლმე და ხილვადობა ისდება და აი კარგად აღნიშნე, სულ ერთი არ არის ადამიანი პოპულარული რითი გახდები. თუ მართლა სწორ აუდიტორიას გინდა, მე ზუსტად ისე სწორად მოიქეცი, ფოკუსირებულად, კარგად, გამართულად და პოზიტიურად, ან ნეიტრალურად, ვიდრე ნეგატივით მიიქციო ყურადღება, მაგრამ ეს ყურადღება საბოლოო ჯამში არსად არ მიგიყვანს. არაფერს ტაშ დაგიკრავს ზუსტად შენნაირი მოაზროვნე ადამიანი და მორჩება. მეორე დღეს იგივე, არც სამსახური გაქვს, არც ახალი შესაძლებლობები გაქვს, არც ტელევიზიაში არავინ არ მოგიწევს. რეალურად გამოჩენის მიზანი ის არის, რომ შენ განვითარდე პროფესიულად, გაზარდო ფინანსები, გაზარდო ცნობადობა, ამ ცნობადობამ უნდა მოგიტანოს შესაძლებლობები, ხო მარტო იყო ცნობადი და არავინ არ იცოდეს რისი გაკეთება შეგიძლია, ეს რაში წერია. არის LinkedIn-ზე ხალხი 50,000 გამომწერი ყავს, მაგრამ 24 საათი ღადაობენ, ერთმანეთს დასცინიან და არაფერს არ აკეთებენ და
ხადაობა და ლაიქები გადასახადებს არ გადაუხდის არავის და ამიტომ თვითონ განსაზღვრონ ახლა რამდენად დაწყობთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ისევ და ისევ პრიორიტეტების და ფოკუსის საკითხია ეს ყველაფერი. ბრენდინგის არ ცოდნა. ზოგს ხონია რომ დაპოსტა, ბევრი ლაიქი და კომენტარი აქვს და მორჩა. დღეს კიდე ყველა ერთმანეთს ასწავლის როგორ დასაქმდეს და რეზიუმე როგორ გააკეთოს და ამ დროს ეს ხალხი თვითონ დასასაქმებელია. რაღაცა ხო არ უნდა ავირიოთ. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა. აი ამ პირადი ბრენდის პროცესში რა იქნება შენგან რჩევა პირველი ნაბიჯი საიდან დაიწყონ და რა უნდა გააკეთონ ამ ბრენდის ასაშენებლად. გასაგებია რომ უნდა დაიწყონ, გადადგან, დაპოსტონ, მაგრამ აი ეს პროფესიონალური რჩევა რაც იქნება, რაც მან აი ასეთ ზოგად ხმაურიდან რაც გამოარჩევს და მართლა ფოკუსირებული მათი პროფესიის ირგვლივ იქნება. ერთი კონკრეტული ნიშა. ვინ ხარ და როგორ უნდა დაგიმახსოვრა. რის სპეციალისტი ხარ, რა პრობლემას აგვარებ. არ აქვს მნიშვნელობა. მაცივრის შეკეთება შეგიძლია თუ ფინანსების დათვლა შეგიძლია, ერთი კონკრეტული უნარი რაშიც ხარ ძლიერი. და ერთი და იგივე რეგალია უნდა იმეორო, რომ აუდიტორია მიხვდეს. გააზიარო შენი პროფესიული ინფორმაციები 80%-ით. ხალხს ასწავლო, უნდა დაანახო, რომ შენ მართლა იცი ეს საქმე, რაზეც საუბრობ. და მარტო მე სერტიფიკატი ავიღე და მე აქ მიმიწვიეს, ეს არ არის საკმარის. ესეც უნდა შეურიო, იმიტომ რომ აძლიერებს შენს ბრენდს და უკვე ხვდება ადამიანი, რომ შენ რო ლაპარაკობ, ვიღაცებს აინტერესებ. მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოდის თუ ამ ყველაფერს სისტემატიზაციას არ მისცემ, ერთი თვე გააკეთო და მერე გაჩერდე არა. თვით გამორკვევა და მიყოლა პროცესს ჯიუტად. 3 თვე მაინც უნდა აკეთო ერთი და იგივე იმისთვის, რომ შედეგები დაინახო. და შენმა აუდიტორიამ და შენმა იმ ადამიანმა, ვისაც შენ სჭირდები მოგწეროს პირადში და გითხრას. აი ძალიან მოგწონს თქვენი აქტივობა და გვაქვს შემოთავაზება და გასაუბრებაზე გიწვევთ. ან იპოვო კლიენტი თუ ფრილანსერი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი უნარი აერჩიე და მორჩით მოდებას, რომ მოდი ახლა იმავს ვცდი, ესეც ვიცი და პარამ ყველაფერი ვიცი და რაღაცას გამოვიყვან, არა, ფოკუსირებულად მხოლოდ და მხოლოდ ერთი. და აი როდესაც ადამიანი ზე პროფესიონალია და აი ამას ისმენს იმიტომ ვერ გასაქმებთ რომ თქვენ როგორც ჩვენ ვიყენებთ ტერმინს overqualified. აი ამასთან მიმართებაში ეს თავიდანვე სტრატეგიული შეცდომა რომ კონკრეტულ დამსაქმებელთან მიმართებაში ადამიანმა არ იცოდა წინასწარ რა რეინჯზე ეწარმოებინა მოლაპარაკება თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზებს გამოარჩევდი? კი, გამოარჩევ ერთ იმას, რომ ვაკანსიის არ წაკითხვა ხდება არასწორად და შესაბამისად მეორე მხარეც ნაკლებად პროფესიონალია და ვერ ამოიცნო კანდიდატი თავის დროზე, რომ სანამ გასაუბრებაზე დაიბარებდა. ზოგჯერ არის HR-ები არ ყავთ კომპანიაში. და ბევრი, ძალიან. თუ HR-ი არ არის პროფესიონალი და არ იცის, ვინ ჭირდება კონკრეტულად, რა დონის სპეციალისტი, რა რეინჯი უნდა შესთავაზოს, ეს ხო ძალიან ისეთი საქმეა, რთული და სპეციფიკური. და ამ ფორმით მოკვლევასაც აწარმოებენ პრაქტიკულად. მფლობელმა უთხრა, რომ ბიუჯეტი გვაქვს 5,000 ლარი და მომიწევდნენ გაყიდვების ჰედი. დაიდო ვაკანსია. გაყიდვების მენეჯერების რეზიუმეები შედის. ეს არ კითხულობს, რომ ჰედი უკვე გადაწყვეტილების მიღები პირია და მხოლოდ მენეჯერი შემსრულებელი არ არის. შესაბამისად მივიდა, პასუხისმგებლობები იმაზე მეტი დახვდა, ვიდრე საჭიროა, ან პირიქით უფრო ნაკლები დახვდა. ეს არის მის კომუნიკაცია ორივე მხრიდან და ძალიან ხშირად დამსაქმებლების მხრიდან. თვითონაც არ იციან ვის ეძებენ. და ზოგჯერ მოთხოვნები იმაზე მეტია ვიდრე ბიუჯეტი შესაფერისი. ამიტომ კანდიდატი მიდის ზოგჯერ მსუბუქად ნათქვამი იყო. ხშირად. ყველას რაღაცა იაფი მუშახელი უნდა, იაფად უნდა კონსულტაცია, იაფად უნდა თანამშრომელი. ყველაფერში ის იაფის ძიება ამ ქვეყანაში და ეს რამდენად სწორი მიდგომა არის. იაფი და მუქთა ყველია სათაგურში. ზუსტად. და მე ამ ყველა იმკის. იაფი კონსულტაცია ხარისხიანი არ არის, იაფი მუშახელი ხარისხიანი არ არის. ყველაფერს თავისი ფასი აქვს აბსოლუტურად და ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან არეულია და დასალაგებელია. რეგულაციებიც ძალიან ისე არის თავის ჭკუაზე გაკეთებული. ამიტომ ყველანაირად იყენებს ამას სათავისოდ, მაგრამ მე გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა ძალიან კარგად იმკის, იმიტომაც არის ყოველ წუთში იცვლება პოზიციებზე, გამორბიან კანდიდატები, ან უშვებენ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გათავისებული არ არის
მაგალითად ვინ ჭირდებათ. და ასევე კანდიდატიც ვერ ითავისებს ვინ არის და სად უნდა და რატო უნდა. საკუთარ თავზეც უნდა იმუშაო მარტო ანუ ორივე კომპანია. მხარეს თვითგამორკვევის პროცესია. ძალიან როგორც კომპანიამ უნდა იცოდეს ვის ეძებს, რატომ ეძებს და რა დანიშნულებით და რა რეინჯით, ანალოგიურად უნდა იცოდეს პოტენციურმა კანდიდატმა მისი რესურსების შესაბამისობა და ასევე იმ სახელფასო დიაპაზონთან, რომელიც აქვს კომპანიას. და წინასწარ მოკვლევა აკეთოს მანაც რა კომპანიაში მიდის და გამოიყენა კვლევებისთვის მიახლოებით დიაპაზონს ღირებულებით თანხwebdriverაშიც თუ არის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანდახან ყველა პირობა კარგია, მაგრამ ის კორპორატიული კულტურა და ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს. ასევე მაინტერესებს რა შეიძლება რომ ვურჩიოთ იმ ადამიანებს, ვისაც თუნდაც იგივე დეკრეტის განმავლობაში კარიერაში წყვეტა აქვს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია, როგორც ქალს ჩემთვის ძალიან ღირებულია ეს თემა, რომ დედებმა შეძლონ შვილების აღზრდა, მათ გვერდით ყოფნა, მშვიდი ფსიქიკით და როდესაც სამსახურში დაბრუნება დაჭირდებათ, მშვიდად იყვნენ, რომ ეს პერიოდი არ თქვან, რომ შვილის აღზრდას რაც დაუთმეს და მის გვერდით ყოფნას, რომ ეს პერიოდი კარიერაში დაკარგეს. როგორ შეიძლება ამის რეალობიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს რჩევის მიცემა. იმიტომ რომ ბაზარი სულ სხვა თამაშის წესებით თამაშობს და ეს ადამიანები იჩაგრებიან. თუ შენ აირჩევ დღეს შულთან ერთად ყოფნას მომდევნო 2-3 წელიწადი, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ მე დაუბრუნდები იგივე პოზიციას, იგივე კომპანიას, ან თავს დაიმკვიდრებ იგივე პროფესიაში, რაზეც მუშაობდი. და გამოსავალი სად არის მანდ? გამოსავალი ამ ეტაპზე არის, რომ იმაზე დაბალს თანხმდებიან პოზიციურად და სხვა მიმართულებით გადადიან. ოღონდ ხელფასი იყოს ასეთი მიდგომით, რომ მუშაობა დაიწყონ და უკან მიდიან კარიერულად. რაღაც მინდა რომ გავაპოზიტიურო ხა მანდ და რა უნარები შეიძლება დეკრეტის დროს დისტანციურად შეიძინონ იმისთვის რომ უკუსვლა არ ქონდეთ. ქართული ბაზრის შემთხვევაში იყო ის ნეგატიური კომენტარი წეღარაც გავაკეთე. თუმცა, როდესაც ადამიანს მინიმუმ ერთი ენა მაინც კარგად იცის ინგლისური განსაკუთრებით, დღეს ფრილანსერობა ძალიან პოპულარულია. და მანდაც იგივე მიდგომა არის, როგორც პირადი ბრენდის შენების დროს. პლატფორმა Upwork-ზე, რომელიც მენტორიც არსებობს უკვე ძალიან პროფესიონალი და კარგი ადამიანი, შეუძლია აირჩიოს ერთი უნარი, რისი გადაჭრაც შეუძლია და თუ ხელფასი ან ფინანსებია იმ მომენტში მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრისთვის არის მნიშვნელოვანი, დღეს სახში დაჯდომა არის კატასტროფა ფინანსების გარეშე, შეუძლია თავისუფლად ფრილანსერობა დაიწყოს სახლიდან. თავისი დრო ექნება, როცა უნდა მაშინ გახსნის კომპიუტერს, ბავშვებს რო დააძინებს, მერე ემუშავება პროექტულად კლიენტს. მოკლედ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. Remote-ად, დისტანციურადაც შეიძლება კომპანიაზე იმუშაო. თუ ერთი ენა კარგად იცი და არის რაღაც პოზიციები, რაზეც არ არის მკაცრი წესები ქართველი კანდიდატებისთვის, თუმცა ესეც full time სამსახურია. იქაც 24 საათი, 8 საათი გიწევს კომპიუტერთან ჯდომა და ეს დედებისთვის ძალიან რთულია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ასეთ სიტუაციაში, როცა ბავშვი უყავს, არის ფრილანსერობა. შენზე მორგებული გრაფიკი და კლიენტებზე მუშაობა. თავიდან ძალიან მინიმალური ბიუჯეტით უნდა დაიწყო იმისთვის, რომ მოიპოვო ნდობა, მომხმარებლის, შენი პროფილი გააქტიურდეს, გამოგარჩიონ კონკურენტებში, იმიტომ რომ დაბალი ბიუჯეტი გაქვს და უფრო მარტივად გენდობიან. ნერნელა აქაც დრო არის საჭირო. უბრალოდ დავრეგისტრირდე და ერთ თვეში კლიენტი მოვიდა 100, არსად არაფერი არ ხდება. მანდაც სტრატეგია, თავისი წესებია, მოძიება კლიენტის უნდა იცოდე და ასე შემდეგ. თუმცა, ამის სპეციალისტებიც არიან ბაზარზე და ყველა დედას მომუშავოს ვეუბნები, რომ აუცილებლად დაიწყოს Upwork-ზე გააქტიურება. ან LinkedIn-ზე. მე ფრილანსერობა დავიწყე თავიდან, როცა 6 თვის იყო ჩემი შვილი. რომ ვიცოდი, რომ მე ვერ დავბრუნდებოდი კომპანიაში, თუმცა ძალიან კარგი კომპანია შემხვდა მაშინ, სადაც მუშაობდი და მითხრა, რომ 2 წელი დაგელოდებით და თუ მზად იქნები, დაგვიბრუნდიო. რა კარგია, მიხარია ესეთი. საქართველოში არიან სხვათა შორის. მით უმეტეს ესეთი ქართული კომპანიების მენეჯმენტი გერმანელები. კი. ძალიან კარგი. აი ამ ძალიან ხმაურიან და დინამიურ და ძალიან ადამიანების მორგებას რომ საჭიროებს ასეთ დროს. კიდევ რას ეტყვის სამუშაოს მაძიებლებს ან ვისაც გაუმჯობესება სურს, როგორ გამოირჩეოდნენ
მათი ხმა როგორ გამოირჩეოდეს დანარჩენ კანდიდატებს შორის. თუნდაც ეს რეზიუმე არ იყოს. რა განსხვავებული უნარი უნდა კონდეს ადამიანს, როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და ღირსება. სოციალურ გასაუბრებაზე მომზადებული უნდა იყოს ადამიანი, რას გულისხმობ, უნდა იცოდეს სად მიდის. ეს კომპანია რას აკეთებს, რა პროდუქტზე მუშაობს და მას რა როლი შეიძლება ჰქონდეს იმ პოზიციაზე. ამის მოკვლევა შესაძლებელია. ერთი ღამით ადრე დაჯდები, წაიკითხავ ყველაფერს აბსოლუტურად და გაძერ და უნდა იყო გულწრფელი. ოღონდ ეს გულწრფელობა არ გულისხმობს ყველაფრის თქმას, რაც არ უნდა ითქვას. აქაც სტრატეგია გჭირდება. სტრატეგია არ ნიშნავს ხელოვნურობას. შენ შეგიძლია იყო გულწრფელი და მიზანმიმართული იმ როლისთვის, რაზეც მიდიხარ. როდესაც უკვე იცი კომპანიის ღირებულება და პოზიცია, შეგიძლია აბსოლუტურად დაჯდეს სახში დამოუკიდებლად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ისე მოემზადო, შენი რეალური ემოციებით, გამოცდილებით, უბრალოდ ფოკუსი და სტრუქტურა მოგცეს მან, რომ გამოირჩეოდე და უკვე იმაზე ბევრად წინ იყო იმათ კანდიდატში, ვინც გასაუბრებაზეა, ვიდრე ვინც არ მოემზადა. ნებისმიერ რგოლის მენეჯერს სჭირდება მომზადება. აი, არის ხოლმე გავრცელებული მიდგომა ცოტა ეს ამპარტავნულად ჟღერს ხოლმე, რომ იქეთ ვატარებ ხოლმე გასაუბრებებს და რაში მჭირდება მომზადება. ესე მეუბნებიან. გჭირდება, მეც მჭირდება, შენც გჭირდება. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დამატებით აუცილებელია. შენ უნდა წარმოაჩინო შენ და მიყიდო შენი უნარები ადამიანს. გამოცდაზე მომზადებელი ხო არ მივდივართ. სწავლობთ, რამდენ ღამეს ვათენებთ და შეიძლება მაინც ვერ გადავლახოთ. და დღეს ადამიანებს სამსახურის პოვნა და გასაუბრება ძალიან ისეთ მარტივი პროცესი გქონიათ. მივედი, ხელი ჩამოვართვი, ვუთხარი ვინ ვარ და საერთოდ ხაზგასმა არ ხდება შედეგებზე. მე მესმის რომ 20 წელიწადია შენ პროფესიაში ხარ, მაგრამ მომიყევი ისტორია, სადაც რაღაცა პრობლემა იყო და გადაჭერი. ოღონდ ისეთი ისტორია, რომ ჩემ ამ როლს შეესაბამებოდეს, რაზეც მოსული ხარ. რაღაცა აცდენილი ისტორია, არ მაინტერესებს, რომ მე ამ წუთას ეს პრობლემა მაქვს ფინანსებში და ეს უნდა გადამიჭრა. ამიტომ მიზანმიმართულობა და ფოკუსი აქაც მნიშვნელოვანია და პასუხებიც ძალიან უნდა იყოს მოკლევადიანი, ფოკუსირებული და არ უნდა გაგვექცეს საუბარი, იმიტომ რომ მე მსმენელი იკარგება და ვეღარ ხედავს შენს ნამდვილ შესაბამისობას პოზიციასთან. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რჩევა იყო. ისევ და ისევ ფოკუსი, მიზეზშედეგობრიობა და ღირებულების მოტანა. სულ რომ ერთი რჩევა წაიღოს ჩვენმა მსმენელმა დღეს, რა იქნება ეს სალომესგან? მე რჩევების გაცემას მივეჩვია და ერთის მიჭირს ძალიან. ყველაზე მეტად სამუშაოს მაძიებლებს ვეტყოდი, ხშირად პრობლემა შენში ნამდვილად არ არის და არც შენს უნარებშია. უბრალოდ სწორი პოზიციონირება გჭირდება და შენი ადგილი აუცილებლად მოიწევნება ბაზარზე. ეს მე ზუსტად ვიცი დღეს და ამიტომ ვაძლევ ამ რჩევას. და ყველას გისურვებთ, რა თქმა უნდა, რომ თქვენი ადგილი იპოვოთ ისეთ კომპანიაში, სადაც გაფასებენ თქვენი უნარების საუკეთესოდ გამოვლინდება და შესაბამისად დანაზღაურებულები იქნებით. სალომე, მეც ესე HR-ობამ წამძლია. პირველი პოდკასტის დროს აღვნიშნე, რომ ვინც საუკეთესო კომენტარს დატოვებდა, ჩემგან მიიღებდა საჩუქრად წიგნს, რომელიც იყო ბიზნესის გული, მისი თარჯიმნისგან ავტოგრაფით ლევან გიორგაძისგან. მე სტუმრად რომ მოგიწვიე და რა თქმა უნდა მეც მომემზადე და გადავხედე გარდა იმისა რაც უკვე ვიცოდი შენს პროფილს და პოსტებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი იქ თვალში მომხვდა რომ საშა კაცმანთან ერთად იყავი რაღაც ღონისძიებაზე ზუსტად ღონისძიება არ მახსოვს რომელი იყო მაგრამ ძალიან ესეთი აღფრთოვანებული პოსტი იყო. ხო და შემდეგი სტუმარი საშა იქნება სხვათა შორის. გადავწყვიტე რომ შენთვის საშას წიგნი მისივე ავტოგრაფით და პერსონალურად შენთვის უფრო სასიამოვნო საჩუქარი იქნებოდა. უღრმესი მადლობა. მე წარმატებას გისურვებ გავიგე სოციალური ქსელიდან და ძალიან მაინტერესებს. გადაშალე. ძალიან. სალომეს უღრმესი მადლობა.
პირადად მქონდა მისი გაცნობის სიამოვნება და მისი პოდკასტების მაყურებელი ვარ ყოველ საღამოს როგორც კი დრო მექნება და შენიც უკვე ახალი ხარ, მაგრამ უკვე ჩავები. დიდი მადლობა, ძალიან მიხარია მეც რომ ჩემთვის რაც არის ღირებულება, მეც იმ ღირებულებას ვუზიარებ ადამიანებს, ასე რომ გვიყურეთ, გვისმინეთ, LinkedIn-ზეც გამოგვყევით და შესაბამისად იყავით წარმატებულები. შევხვდებით.